ინფორმაციის გაცემის კუთხით რომელია ყველაზე ღია და დახურული უწყებები საქართველოში. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ერთწლიანი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ყველაზე მიუწვდომელ უწყებებად შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო კანცელარია, თბილისის ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოები დასახელდნენ. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები რეგიონში ყველაზე გახსნილ უწყებებად დასახელდნენ. სამინისტროებში აცხადებენ, რომ მათთვის ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ყოველთვის როცა იყო არასამთავრობო ორგანიზაციებიდან თუ სხვა სტრუქტურებიდან რაიმე კონკრეტულ საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე მოთხოვნა, მე ვერ ვიხსენებ შემთხვევას, რომ ოდნავი შეფერხება მაინც რთული იყოს ამასთან დაკავშირებით. მინისტრის ნება, რომ სამინისტროს საქმიანობა საზოგადოებისათვის იყოს გამჭვირვალე და ღია. ძალიან ბევრი ინფორმაციას გამოითხოვდნენ, მაგრამ ძირითადი გამოთხოვნები მაინც იყო ხელფასებზე და პრემიებზე. ყველაზე გახსნილ უწყებათა რეიტინგში მოხვდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, რეგიონული განვითარებისა და თავდაცვის სამინისტროები. ასეთი განცხადება გვაქვს მიღებული, საიდანაც დაუყოვნებლივ არის პასუხი გაცემული ყველა ძირითად მოთხოვნაზე, რასაც დამუშავება და დრო არ ჭირდებოდა, ის რასაც დამუშავება და დრო ჭირდება, შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული 10 დღის ვადაში ასევე გვაქვს გაცემული პასუხი. ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად კი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია დასახელდა. ცუდი შედეგი აქვს მთავრობის კანცელარიასაც. ვერ გეტყვით, რომ პრობლემები გვაქვს, იმიტომ რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა პირველ რიგში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაც და გაცემული პასუხების რაოდენობაც. მე როგორც ვიცი, ჩვენ გვაქვს მხოლოდ 7 უარი იმის გამო, რომ ეს ინფორმაცია არ იყო დაცული კანცელარიაში. თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემების თანახმად ინფორმაციის მიწოდებას ზღუდავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. ძალოვან სტრუქტურას დახურულ უწყებად არ მიიჩნევს ბიძინა ივანიშვილი. ყველაფერი ნორმაშია, ელემენტარულად შეიძლება ვიღაცამ ეს ინსტრუქცია უფრო სწორად დაიცვა. მაგრამ გამჭვირვალობის პრობლემა არც კანცელარიაში არსებობს, არც შინაგან საქმეთა სამინისტროში რაც მათ ევალებათ. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა. გარკვეული პრობლემები კვლავ რჩება, თუმცა უწყებებში ასეთ ინფორმაციის გაცემის კუთხით გაუმჯობესება შეინიშნება. მედიას მაინც უფრო ჩვენზე მეტად ექმნებათ პრობლემა ჩვენი შეფასებით საჯარო ინფორმაციის მოძიების კუთხით. ინსტიტუტი აღნიშნულ კვლევას 2012 წლის ივლისიდან 2013 წლის ივნისამდე ატარებდა.